მანანა მელკაძე 26 წლის, მამუკა ნოზაძე 21 წლის, ნანა სამარგულიანი 41 წლის, გია ქარსელაძე 25 წლის, შალვა ქვასროლიაშვილი 35 წლის, მარინა ჭყონია სამარგულიანი 31 წლის, ელისო ჭიპაშვილი 25 წლის, თამარ ჭოველიძე 16 წლის. ურთხეულად ღმერთი ჩვენი ღოლადვიათ და მარადის და უგუნითი უგუნისამდე. მაშინაც აქ ვიდექი, როდესაც რუსის ტანკები შემოვიდნენ ალესილი ნიჩბებით, მომწავლავი გაზებით, ვიდექი აი მხარეს, მოშიმშილეები ისხდნენ აქ და ასე რომ ღამე მაშინაც გავათიეთ და შემდეგაც ბევრჯერ გამითენებია ღამე 9 აპრილს. ეხლა სიმართლე გითხრათ, მე უკვე იმას აქში ვარ, რომ ალბათ 10 წელი მეტი იქნება, რომ არ მოსულარ და ღამე აქ არ გამითენებია, მაგრამ ეხლა არა მხოლოდ ღამით, ხშირად მიხდება აქ მოსვლა, ვინაიდან არ გვსურს ჩვენ უკან დაბრუნება რუსეთში და ახალგაზრდები იბრძვიან ძირითადად, მაგრამ ჩემი თაობაც იბრძვის, იმიტომ რომ ჩვენს მიერ სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა არ გვინდა, რომ ასე წყალში ჩაგვეყაროს. დღეს 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ, მათი წამებული სულების წინაშე. ფიცავთ! დავიცავთ მათ მონაპოვარს. საქართველოს დამოუკიდებლობას. დავიცავთ თითოეულ მებრძოლს. სინდისის პატიმრებს. 36 წლის მერეც გვიწევს, რომ ის სული რაც მოდის, ისევ ბრძოლაში უნდა გამოვაჩინოთ. თავისუფლებისთვის ბრძოლა ისევ გვიწევს. ის პატერნი რაც არის, იგივე არის დარჩენილი, რავი, რუსეთში რასაც ხედავდით თითქოს და ზუსტად იგივეს გვითარგმნის ჩვენი ხელისუფლება ახლა და აქამდე თქოს და იმედით ვიყავით, რომ რაღაც მარტივად წავიდეთ და ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ არის. გვიწევს ბრძოლა, ერთად ყოფნა და აქ ესე დროს მართლაც იგრძნობა, რომ რაღაცნაირად ის სული რაც იყო ადრე მოყვება და რაღაცას აქვს აზრი, ბრძოლას აქვს აზრი და ერთად დგომას. დასაწყისიდან მოყოლებული აქ ვარ მეგობრებთან ერთად, ხან ჯგუფად დავდივართ, ხან ინდივიდუალურად და აქ ვართ ვიქნებით ბოლომდე.